წმინდა იოსების სიხასტე ღვთის მოწოდებითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოხმობით ათორინს წმინდა მთაზე 1921 წელს ჩამობრძანდა. მისი სურვილი იყო ღვთისკაცი გამხდარიყო. მამა იოსების სიხასტე 1897-1959 წლები. იგი ფრანცისკე კოტისი პატარა და მშვიდ მომხიბლ კუძულ პაროსზე დაიბადა. სოფელ ლევკასის თითქმის შუაგულში, კიგლათში 1897 წლის 2 ნოემბერს. ოჯახის პატარა სახლი სოფელში მდებარეობდა, სადაც ფრანცისკემ 17 წელი გაატარა. მისი მშობლები გიორგი კოტისი და მარია როგოსი ღარიბნი, თუმცა ამავდროულად სულიერად დიდანი, კრძალულნი და საცნობებით შემკულნი იყვნენ. მათ 8 შვილი ჰყავდათ. მამას დიდხანს არ უცოცხლია და შვილების ოჯახებსაც ვერ მოესწრო, რადგან საკმაოდ ახალგაზრდა 40 წლის ასაკში 1907 წელს გარდაიცვალა. ამ დროს ფრანცისკემ მხოლოდ 13 წლის გახლდათ. დედამ ბავშვების აღზრდასა და განათლების მიცემაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო. მათი ოჯახის წინაპრები სასულიერო პირების შთამომავლები იყვნენ, რომელთა შორის ღვთისმოყვარული ბერმონაზვნებიც ყოფილან, რომლებიც პაროსის კუნძულზე მდებარე ეკლესია-მონასტრებში მსახურობდნენ. ფრანცისკეს ბავშვობა წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების სწავლებით ჩამოყალიბდა, სადაც უმთავრესი იყო რწმენა, სიმდაბლე, სიყვარული, გულწრფელობა, უბრალო საუბარი, პატივისცემა და კეთილმოსურნეობა. ვხედავთ, რომ ეს ადამიანი ბავშვობიდან ჭეშმარიტად ღვთისაგან იყო მოწოდებული. მამა მას დიდი სიმდაბლით ზრდიდა. ფრანცისკე სიხარულით იღებდა მამის მიერ მიცემულ საყვედურებსა და სასჯელებს. ეს კი მიუთითებს, რომ იგი ადრეული ასაკიდანვე იყო ღვთივგანათლებული. თუ კი ის შემთხვევით რამეს გააფუჭებდა, სიმდაბლით თავს დახრიდა და შენდობას ითხოვდა. ამ გზით სხვის სიბრაზეს სიბრალურში გადაზრდიდა. მისი ამ ქვეყნად მოვლენამდე დედას ჰქონდა ჩვენება, რომ მისი შვილი უფალს უნდა შესდგომოდა. როცა ფრანცისკე 12 წლის გახდა, დედამ იგი წმინდა ანტონის სახელობის მამათა მონასტერში წაიყვანა, სადაც პატარა ფრანცისკემ ადგილობრივი მღვდლისგან ლოცვა-კურთხევა მიიღო და დედას უწინასწარმეტყველა, რომ მისი შვილი დიდი პიროვნება, ღვთისკაცი გახდებოდა. ფრანცისკემ ბავშვობის წლები ლევკასში გაატარა. მან განათლება სობრამნოში, ახლად აშენებულ ვაჟთა კერძო სკოლაში მიიღო, რომელიც თავის სახლთან საკმაოდ ახლოს მდებარეობდა. მან მხოლოდ 2 კლასის დახურვა შეძლო, რადგან შემდგომი წლები მამასთან ერთად შრომა მოუწია, რათა ოჯახისთვის საარსებო გამოემუშავებინათ. მაწვილობის ასაკში მას მამა ცოცხალი უკვე აღარ ყავდა. 17 წლის ასაკში ფრანცისკეს დედის დასახმარებლად პირიაში მოუწია წასვლა ლავრიოს საბადოებში სამუშაოდ.
და თქვენ ხედავთ, რომ იგი ათენში ჯერ კიდევ ყმაწვილობის ასაკში წავიდა და იქიდან შეუდგა გზას. იგი გონიერი ადამიანი გახლდათ. კაცი, რომლის გულიც ღმერთს ესაუბრებოდა. მას არ ეშინოდა არაფრის. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უცხო გარემო და ადგილი იყო, მან ყოველივე თავისი ზურგით იტვირთა. ფრანცისკემ ათენში 1 წელი დაჰყო, სანამ სამხედრო სამსახურს შეუერთდებოდა. ჯარიდან დაბრუნების შემდგომ მუშაობა მატარებლის გამცირებლად დაიწყო, ხოლო მოგვიანებით სავაჭრო საქმიანობაში ჩაერთო. როცა ჩვენი დიდი ბაბუა იოსები ახალგაზრდა კაცი იყო, ღვთის განგებით იგი დაიწინდა ერთ ქალბატონზე. ჩვენ გაგვაუცა მისმა სიწმინდემ, რომელსაც იგი თავისი მომავალი მეუღლის მიმართ იჩენდა. თუმცა კვლავ ღვთის განგების დაშვებით ეს გოგონა გარდაიცვალა. სწორედ მაშინ იყო, როცა ფრანცისკემ ძაფრად შეიგრძნო ამ ცხოვრების ამაოება. მან გააანალიზა, რომ ყველაფერი მართლაც დროებითია. როგორც ამას წესის აგების ლოცვებში ვამბობთ, ყოველი კაცი წარმავალ არსს. ამ ტრაგედიის შემდგომ ღვთისმადლით ფრანცისკემ მთელი არსით განიცადა ამასოფლის ამაოება და ამავდროულად ძლიერება ზეგარდამოძალისა, რომელიც ასრულგმულებს ყოველივეს. მას აღარ გაუვლია არანაირი ფიქრი მიწიერზე და ღვთის მიერ ბოძებული ნიჭით ძლიერდებოდა. ერთ ღამეს მას ძილში ეჩვენა, რომ დიდ სასახლეს ჩაუარა, სადაც 2 კარის მცველი გამოჩნდა. ფრანცისკემ ჯერ მოკრძალებით წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მცველებმა მეგობრულად მიმართეს. ნუ დარდობ, ეს ყოველივე ღვთისნებაა. მათ ის სასახლეში შეიყვანეს. შემოსეს განსაკუთრებული სამოსით და უთხრეს: შენ ახლა აქ იმსახურებ. მას შემდეგ ყოველთვის მესმოდა ეს შინაგანი ხმა, თითქოს ეს ბრძანება მეორდებოდა: შენ აქ იმსახურებ. იგი მიდიოდა ხოლმე პენდელის მთებში და სულიერი მოღვაწეობისთვის ხეებზე და ღვიმეებში ატარებდა დროს. ეს იყო მისი წინამოსამზადებელი პერიოდი ასკეტური ცხოვრებისთვის ათონის წმინდა მთაზე. ამიტომაც იყო ჭეშმარიტად დიდი ნიჭი, როგორიც მას განჩნდა ღვთის მიმართ ლტოლვაში. თქვენ ამგვარად დამოკიდებულებას და მოქმედებას ბევრ ადამიანში ვერ ნახავთ. ეს არის ღვთის ისეთი წყურვილი და სულიერი მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ იშვიათ ადამიანებს ეძლევათ. მრავალნი არიან ჩინებულ, ხოლო მცირედნი რჩეულ. იგი მიდიოდა პენდელში და სტუმრობდა სხვადასხვა მღვიმეებს და წმინდა ნიკოლოზის, წმინდა სპირიდონის სამლოცველოებს. მისი გულიდან ამოსული ვედრება სიჩუმით გადმოიღვრებოდა შეუწყვეტელი ლოცვით. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. იგი კითხულობდა წმინდათა ცხოვრებას და სულ უფრო მეტის ფიქრს იწყებდა ამ ქვეყნის მიღმიერ ცხოვრებაზე. იგი ძალიან მოსიყვარულე იყო და ვერ უგულვებელ ყოფდა მიცემული პატივის შესაძლებლობას. იგი ამავდროულად მიდიოდა სხვადასხვა ტაძარსა თუ სამლოცველოში თავისი რწმენისა და სინანულის გამოსაწრთობად.
იგი ესტუმრა ტინოს ღვთისმშობლის ხატს, რომელიც მრავალ სასწაულს აღავლენდა. როდესაც იგი ტინოს ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან ქუჩის მოვაჭრედ იყო, მან იხილა თავად ქრისტე, რომელმაც მიმართა. არ მსურს, რომ აქ წვრილმანების მოვაჭრედ იყო, არამედ მსურს, რომ მე მემსახურო. $1921 წელი. ეს იყო მისი ათონის წმიდა მთასთან შეხვედრა. იგი ამ დროს 24 წლის გახლდათ. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ათონის წმიდა მთის ყველაზე რთულ გარემო პირობებში დასახლებულიყო. ამგვარ ადგილზე მას შეეძლო მეტად ემოღვაწევა და მისი სიყვარული ამ გზის ეჩვენებინა უფლისთვის. არ სურდა ყოფილიყო მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი ბერი, არამედ ისეთი ასკეტი, რომელიც სავსე იქნებოდა ღვთისგან ბოძებული საღმრთო მადლით. გერონ და დანიელმა შთააგონა ჩვენი ბაბუა იოსები, რასაც ის იტყოდა წმინდა იოსები მეხსოვრად აღასრულებდა. ელკატუნაკელი ბრძენი კაცი იყო, ჭეშმარიტად განბრძნობილი და ის ფრანცისკე უსმენდა და სრულიად მორჩილებდა. გერონ და დანიელი სავანის ბერი იყო და მოდი აქ ფრანცისკე და წაიკითხე. მამა იოსები ჯერ კიდევ კითხვის სწავლის პროცესში იყო. ის დაიწყებდა კითხვას, მაგრამ შემდგომ ცრემლები წასკდებოდა. კატუნაკებში ფრანცისკე შეხვდა სულიერ გამოცდილ ასკეტს, გერონ და დანიელ კატუნაკელს, რომელიც გახლდათ დიდი ერთგული საძმოს დანიატელების დამაარსებელი. ფრანცისკემ სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებით მისგან შეგონება მიიღო, თუ როგორ უნდა მომზადებულიყო იმისთვის, რომ ღვთისკაცი გამხდარიყო. განეძარცვა ძველი კაცი, რომელიც ყველა უძღვრებით იყო დაზიანებული და მიახლებოდა ღმერთს. ამის შემდგომ იგი მალევე წავიდა ათონის მიუვალ ადგილებში იმ მიზნით, რომ სიმშვიდეში იგი შეძლებდა ასკეტურ ცხოვრებას. მას სურდა მოეძია მუდმივად საცხოვრებელი ადგილი და ენახა სულიერი მოძღვარი, რომელიც სარგებელს მოუტანდა მის სულს და ათონის წმინდა მთის ისიხასტურ სულს აზიარებდა. როდესაც ათონზე მოვიდა, ამ დროისთვის უწყლოობა იყო. მამებმა მონასტერში დარჩენა შესთავაზეს. არა მამაო, კომფორტისთვის კი არ მოვედი აქ, აი ეს მინდა. მან მთელი ათონის პერიფერიები შემოიარა, ღვიმიდან ღვიმემდე. ყოველი ნაპრალი მოიძია, იმ იმედით, რომ ნახავდა განდეგილ ასკეტ მოძღვარს. მაგრამ ბოლოს გააანალიზა, რომ ღვთის გამოცდილი ასკეტი მეგობრების ნახვა საკმაოდ რთული იყო. მან ცრემლებით მიმართა ჩვენს დედოფალს. ყოვლად წმინდაო დედოფალო, გევედრები, შენ ხარ ღმერთის დედა და მიცნობ მე. განა არ იცი რატომ დავიწყე თავიდანვე მე საბრალო მეს გზა. განვერიდე ფულს, მივატოვე ჩემი საქმიანობა და ამ მიზნისთვის მოვედი სწორედ ამ ადგილზე. ახლა კი ვერაფერი ვიპოვე. განა არ გებრალები? და მე დავაცარიელე სასმისი, რათა ავავსოთ კივილით და სიყვარულის საღმრთო ღვინით, რაც შენთვის მაქვს მოსაცემი მხოლოდ ცრემლებია, რომელსაც ჩემი სული ღრის. მან გარკვეული დრო ღვიმეებში ცხოვრებით გაატარა. ησυχია, სიმშვიდე, რომელშიც იგი თავს იწრთობდა, ეს არ იყო უბრალოდ გარეგანი ფიზიკური სიმშვიდის მდგომარეობა. ეს იყო შინაგანი სიმშვიდე, რომელიც რასაკვირველია, განპირობებულია გარეგანი ფაქტორებით.
გერონდა იოსების ისიხია იყო იმგვარი, რომ მას არავინ და არაფერი აღარ სჭირდებოდა გარდა ღმერთისა. შედი ვიწრო კარიბჭით, რამე თუ არის სხვა კარიბჭე, ფართე და დიდად სავალი, რომელიც წარსაწმედელია. მრავალი ლენენ ამ გზით. ბილიკი, რომელიც სიცოცხლესთან მიმყვანებელია, ვიწრო და მწუხარებით გასავლელია, რომელსაც მხოლოდ მცირედნი პოულობენ. თავდაპირველად ის წმინდა ათანასეს მღვიმეში ცხოვრობდა და მარხვით და ლოცვით მოღვაწეობდა. მას ძლიერ სურდა შინაგანი ლოცვის მოპოვება. 6 თვის განმავლობაში ღმერთს ამ ნიჭის ბოძებას ევედრებოდა და ამ ხნის განმავლობაში სულიერ მოძღვრებს ბაძავდა სულის გამოწვრთობაში. მან 8 დღე ლოცვაში ისე გაატარა, რომ არც საკვები მიუღია და არც ძილი გაქარებია. ამის შემდგომ კი წმინდა პეტრე ათონელის და წმინდა ნილოს მირო მდინარის მღვიმეში მივიდა, თუმცა გამოცდილ სულიერ მოძღვარს ვერსად პოულობდა, რომელიც ისიხასტურ გზაზე გონიერი ლოცვის სწავლაში გაუძღვებოდა. დემონები ის არსებები არიან, რომლებმაც ღმერთის წინააღმდეგ გაილაშქრეს და ისინი ნამდვილად არსებობენ. ასკეტური გამოცდილება და სახარება მათ არსებობას მაგალითებით ამტკიცებენ. ვნებები ისინია, რაც ჩვენს შინაგან ბუნებაშია. დემონებმა იციან ჩვენ ვნებები და ჩვენს წინააღმდეგ გაამხედრებენ, რათა ცოდის ღრმა უფსკულში ჩაგვაგდონ. იმ იმედით, რომ ვერავითარი ადამიანური დახმარება არ ექნებოდა, დემონმა მასე თავდასხმა გადაწყვიტა, რასაც შენ ეძებ არ არსებობს. დაბრუნდი, აქ მოსვლით დროს ტყუილად კარგავ. რისი გაკეთება გსურს? აქ მარტო ხარ. საფრთხეში იგდებ თავს. ვერ გადარჩები. ვერავინ დაგეხმარება. იგი დაბრუნდა ლინლაში და მოძღვარი, რომელიც მასთან დროებით ცხოვრობდა, უხეშად ექცეოდა. ფრანცისკე განმარტოვებით მიდიოდა და ხშირად ცრემლებით ლოცულობდა. საღამოს მზის ჩასვლის შემდგომ იგი ცრემლიანი თვალებით დაღლილი მიშტერებოდა ათონის მწვერვალზე მდებარე ფერიცვალების ტაძარს, საიდანაც სინათლის სხივი გამობრწყინდა და შეეხო. სინათლის სხივი ტაძრიდან ჩამოვიდა, როგორც მზის სხივი და მისმა გულმა ლოცვა დაიწყო. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ეს ლოცვა თავისი დაიწყო, მათემატიკური პროცესივით და საათის წუთებივით გაგრძელდა. ეს ხდებოდა გასაოცრად ყოველგვარი მცდელობის გარეშე. ამ არამიწიერი მოვლენის შემდგომ მოძღვარმა დანიელმა გააფრთხილა, რომ მარტოს აღარ ეცხოვრა, როგორც ეს აქამდე სურდა, არამედ მოეძებნა სხვა ვინმე მონაზონი, ვისთან ერთადაც იცხოვრებდა, რადგან დემონებისგან მოსული საფრთხე განსაკუთრებით საშიში იყო სრულად მარტო მყოფ მონაზვნისათვის. უშიშარ კაცს არაფრის შიში არ ჰქონდა. რა უნდა დამართონ? ეკითხებოდა იგი მოძღვარს. მე ახლა მუდამ ლოცვა მაქვს. ძალიან კარგი, უპასუხა გერონდამ. წადი ახლა მღვიმეში და იქ ნახავ სხვა მონაზონს, რომელთან ერთადაც იცხოვრებ.
პირველი, უნდა განერიდო ნებისმიერ მიწიერ საგნებს და ურთიერთობებს. უდაბნოში დარწმუნდი, რომ დაძრეული გაქვს მწუხარება და ნებისმიერი ცდუნება მისი სიყვარულის გულისთვის. არ არსებობს ცოდვა, რომლის მიტევებაც შეუძლებელია, გარდა მოუნანიებელი ცოდვისა. და არ არსებობს ღვთისაგან მომადლებული ნებისმიერი რამ, რისთვისაც მას ჩვენ არ ვმადლობთ. ერთ შუადღეს, როდესაც იგი იესოს ლოცვას ასრულებდა, დემონი გარეული ცხოველის სახით ეჩვენა და განეცხადა, რამდენად უმწეოა ადამიანი. მხოლოდ საკუთარი ძალებით იგი შიშისაგან აცახცახდა, სიმამაცე მიატოვა და პირველად განიცადა, თუ რამდენად საშინელი და საშიში იყო მტრის მოქმედება. ის ბუჩქების ზედა ტოტებისგან ცოცხებს აკეთებდა და მონასტრებს ურიგებდა, სანაცვლოდ კი მათგან გამომშრალ პურს იღებდა. ერთ დილას პირველად გავიგე ბულბულის სტვენა ათონის მთაზე. მოჩუხჩუხე წყარო აქვე ახლოს ჩამოიდინებოდა და დავინახე, როგორ ქრებოდა მწუხარება ღვთის გზაზე და დიდი მწუხარება კვლავ როგორ ეფინებოდა სამყაროს. მეორე დღეს გამთენიისას ცრემლები წამსკდა, უცებ სინათლის შუქი ამბორა ჩამოვარდნილ ცრემლებს და სუნთქვა გამიჩერა. 1923 წელს, ფერიცვალების დღეს, იგი სხვა ბერებთან ერთად ათონის წმინდა მთის მწვერვალზე ავიდა, დღესასწაულის აღსანიშნავად. აქ იგი შეხვდა მამა არსენს, რომელიც შემდგომში მისი განუყოფელი მეგობარი და ასკეტი ბერი გახდა. მამა არსენი პონტოდან, შავი ზღვისპირეთიდან მოსულიყო, რომელიც უბრალოებით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე დიდ სქემაში შემოსილი მონაზონი იყო, იგი ახალგაზრდა ფრანცისკეს ემორჩილებოდა მისი სულიერი სიმაღლის და სიბრძნის გამო. გერონდა დანიელმა უთხრა მას, ფრანცისკე, არ მოტყუდე, დიახ, შენ გაქვს ღვთის წყურვილი, შენ გსურს, რომ დიდი ასკეტური ღვაწლი გასწიო, შენი ზრახვები კარგია, მაგრამ არ მოტყუდე, თუ შენს მოძღვარს არ დაემორჩილები, ვერაფრის პოვნა შეძლებ, შენ უნდა მოძებნო მოძღვარი და უნდა დაემორჩილო მას, მას შემდეგ, რაც დაკრძალავ შენს მოძღვარს, შემდგომ ღმერთი მეხსეულად შეგეწევა იმის მოძებნაში, რაც შენ გსურს. როგორც კი მან ეს სიტყვები გაიგო, რომელიც ჩვენმა ბაბუამ პირველად მოისმინა, ნათლად გააანალიზა ყოველივე. ისინი წავიდნენ და ნახეს გერონდა ეფრემი, ზედმეტ სახელით სპილენძის, რადგან იგი თავისი ხელობით კასრებს ამზადებდა. იგი მივიდა მასთან, დაემოწაფა და ჭეშმარიტად მადლიც გარდამოვიდა მათზე, რადგან დიდი მორჩილებით ბოროტს ერთობის დაშლის ძალა ერთმეოდა. ამის შემდგომ მათ სული წმინდის ნიჭებიც მიიღეს. ერთხელ ნათლისღების დღესასწაულზე, დაახლოებით შუაღამიანის დროს, შუაღამიანზე სინათლე შემოვიდა და მან იხილა სამი პატარა ბავშვი, რომლებიც გალობდნენ, რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია.
იმის გამო, რომ ისინი დიდ სულიერ ბრძოლებში და ღვაწლში ცხოვრობდნენ და არ ჰქონდათ არანაირი ადამიანური ნუგეში, მათი ძალების ამოწურვის ბოლო წუთებში ღმერთი უშვებდა მათზე გამოცხადებას და განაცდევინებდა საღვთო მადლს და განაძლიერებდა ასკეტურ ღვაწლში. ამგვარი ჩვენებები არ იყო ხშირი. მთელი მათი ცხოვრების მანძილზე ისინი ამბობდნენ, რომ 10-15 მოხდა ამგვარი ამბავი. მათ რასაკვირველია, ყოველდღიურად არ ჰქონდათ გამოცხადებები, მაგრამ როგორც ჩვენი მოძღვარი იოსების იხაზდი იტყოდა, დამღლელი მოთმინების ბოლოს ღმერთი თავად ჩნდებოდა. 4 წლის შემდგომ მოძღვარმა ეფრემმა იგი იოსების სახელით დიდ სქემაში შემოსა. მისი აღკვეცა წმინდა ათანასეს მღვიმეში სულიერი მოძღვრის მიერ შესრულდა, რომელიც იქ ცხოვრობდა. ამ დროს იგი 28 წლის გახლდათ. მას უკვე ჰქონდა მიღებული ისეთი ასკეტური სიბრძნე, სულიერი გამოცდილება და საღვთო ჩვენებები, რომ ბევრ დიდ განდეგილ მონაზვნას იშვიათად თუ ექნებოდათ. Even among experienced hermits. People disturbing their silence. 1928 წლის ბოლო პერიოდში სიჩუმის მაძიებელი ადამიანები უმეტესად წმინდა ბასილის სკიცს მიაშურებდნენ, სადაც რთული იყო ადგილის მოძიება იქ დასამკვიდრებლად. ცარიელი მღვიმეები თითქმის აღარ იყო, ხოლო აღსადგენი გამოქვაბულები მარტივად ვერ ეწყობოდა საჭირო რესურსების უქოლობის გამო. Though this was difficult in a place which lacked the necessary materials. მოძღვრის გარდაცვალების შემდგომ ორი ახალგაზრდა მონაზონი დროდადრო თავიანთ საცხოვრებელს ტოვებდნენ და ათონის პერიფერიებში მიდიოდნენ, რათა სრულად განთავისუფლებულიყვნენ ამ სოფლიური სურვილებისა და საზრუნავისაგან. რაც მათ გააჩნდათ, იყო მხოლოდ ორი საწვიმარი, რომელთაც საბნად იყენებდნენ ძილის დროს. გამომშრალი პურის სანახად ჩანთა და სპილენძის ჯამი, რაშიც უწევდათ ნებისმიერი ბალახეულის მოხარშვა. ეს იყო მთელი მათი ქონება, რითაც გავიდნენ ათონის უდაბნოში. ათონის წმინდა მთა 1981 მეტრის სიმაღლეზეა და ქარი აქ სასტიკი და ძლიერია. მისგან თავის დასაცავად მათ იპოვეს ქარსაცავი ადგილები და გამოქვაბულები. ისინი მთელ ღამეებს შეძლების დაგვარად ამ მღვიმეებში ატარებდნენ. ზოგჯერ ისინი სალოცავებში რჩებოდნენ. მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს, რომ აღარ ევლოთ სხვადასხვა ადგილებზე, მათ მოაწყვეს ქოხი და მიჰყვნენ ხეზე ჭრის საქმიანობას. მღვიმეში ისინი მდუმარებით ასრულებდნენ თავიანთ საქმიანობას, აღავლენენ ლოცვებს
და საღვთო მადლის ძიებით ასკეტურად და თავშეკავებით ცხოვრობდნენ. შუადღით ისინი 2-3 საათით ისვენებდნენ მთელი ღამის განმავლობაში იესოს ლოცვაში ატარებდნენ და ეძინათ მხოლოდ 1-2 საათი მზის ამოსვლამდე. შემდგომ ისინი ამ მუშაობას იწყებდნენ, ან სადმე გადიოდნენ და მცირე პურს იხმებდნენ. ცხოვრების ამ წესს მიჰყვებოდნენ ყოველდღიურად. როცა გამომშრალი პურის ნატეხები შემოელეოდათ, მამა არსენს ეტყოდა: მამა არსენ, წადი მთებისკენ, ველური წაბლის მოსაგროვებლად და მოიტანე, რომ დავხვათ და მისგან მოვამზადოთ მცირე სახმევი. იგი ესტუმრა გერონდა ევნონიმოს, ეგინაზე, რომელსაც მამა არსენის და დედა ევპრაქსია უვლიდა. ის პერსონალურად ესაუბრებოდა მოძღვარს ისიქასტური გამოცდილების შესახებ. მას შემდეგ, რაც უარი უთხრა მიწიერ ცხოვრებას და შეუდგა ასკეტურ გზას, ნებებთან და დემონებთან დიდი ბრძოლების გამართვა მოუხდა, საიდანაც გამარჯვებული და უშფოთოლი გამოდიოდა. იგი გახდა მასწავლებელი ახალგაზრდა მონაზონთათვის და შუამავალი მთელი მსოფლიოსთვის. ამგვარად ეწეოდა ფარულ ღვაწლს თავის ქოხში. ბნებები იმ გზის ნაწილია, რომელზეც ადამიანი მიწიერ ცხოვრებაში სისუსტით გადის. როცა ბნებები წყდება, ბოროტიც ჩერდება. ბნებები შესაძლოა იყოს სიმდიდრის სურვილი, სხეულით ტკბობა, სიამოვნების მიღების სურვილი, პატივმოყვარეობის წყურვილი, საიდანაც იშვება შური, ასევე ძალაუფლების სურვილი, კაცობრივი განდიდება, რაც არის მიზეზი უკმაყოფილოებისა, გადაჭარბებული ყურადღება და ზრუნვა სხეულის ზრუნვაზე. როცა ეს ყოველივე წყდება, მიწიერი ვნებებიც კვდება. ერთხელ, როდესაც ჩაეძინა, ნათლად იხილა ასეთი ჩვენება. ბერები და დემონები ერთმანეთს შეებრძოლნენ. თავად ყველაზე უკან იდგა, როცა ერთ-ერთმა ბერმა წინ გაუშვა, თითქოს მარტო უნდა შერკინებოდა მათ. უცებ გამოეგვიძა და საკუთარ თავს კითხა: ეს რა უცნაური ომი იყო? ამ ჩვენების შემდგომ დემონები აღარ ანებებდნენ თავს, არც დღე და აღარც ღამე. ყოველღამე სასტიკ ომს უჩაღებდნენ. დღისით აზრებს და ვნებების შემოტევები ჰქონდა. ვერც ერთ წუთს ვეღარ ხუჭავდა თვალს და მათგან თავს ვერ აღწევდა. იყო ყოველთვის მარტო, როგორც ქრისტე წითელ პარასკევს, რომელიც ელოდა ბოლო ლურსმანის დაჭედებას, ძმარს და ლახვით განგმირვას. კვირა ვერ მოვა პარასკევის გარეშე. აი შემდგომ კი გავიწყდება გავლილი მტანჯველი გზები, რომელიც თან ახლდა შენი ცხოვრების წითელ პარასკევის დღეს. ისინი ჭეშმარიტად ძლიერნი არიან, ვისაც ჭირის შეჰყარებიათ, ლოცვითა და ვნებებში გავლით, ღვთის დიდება განუცდიათ და არ ეძიებენ არანაირ საშინელ ცოდვის სიამოვნებას. ის წმინდა პეტრეში წავიდა და მამა დანიელი ნახა. ხედავთ, როგორ წინამძღოლობდა მას მადლი?
იქ, ზუსტად იქ მიიყვანა. Presence of the famous hesychist ცნობილი Daniel, ისიხასტი გერონდა who lived in a დანიელი small house წმინდა St. პეტრეს Peter, სამლოცველოს just პატარა beneath სახლში Clearda, ცხოვრობდა, came as a რომელიც blessing სულიერი from Our ბრძოლების Lady, the დროს Mother of God, ღვთისმშობლის his ლოცვა spiritual კურთხევით struggle. მობრძანდა წმინდა მთაზე. Papa Daniel was მამა a real დანიელი hesychist ჭეშმარიტი ისიხასტი გახდათ, and almost თითქმის a მუდამ recluse. მარტო მყოფი. გერონდა დანიელი დღე და ღამე მსახურებებს ატარებდა და ლიტურგიის ჩატარების დროს მუდმივი ცრემლების ნაკადული ჰქონდა სახეზე. მას არ სურდა ვინმე ჰყოლოდა იმ დროს ტაძარში. He was completely იგი alone. მუდამ მარტო იყო. Everyone ყველა thought he ფიქრობდა, was რომ deluded, ხიბლში და didn't know what ცდომილებაში he was იყო. doing. არავინ იცოდა სინამდვილეში როგორ But he had no მოღვაწეობდა. one else to მას help არავინ and ჰყავდა encourage him. დამხმარე და This is why he გამხნევებელი. avoided people. სწორედ ამიტომ And for the ერიდებოდა most part ადამიანებს. lived in his უმეტეს cave დროს or in the მღვიმეში wilderness. ან უდაბნოში ატარებდა. ჩვენი ჩვენი ბაბუ იყო უწმინდესი პიროვნება. იგი არ ჩავარდნა ზოგიერთ ისეთ განსაცდელში, როგორშიც სხვა მრავალი აღმოჩნდება ხოლმე. იგი მონასტრულ გზას სრულიად სუფთა და წმიდა ნაბიჯებით შეუდგა. თუმცა მიუხედავად ამისა, მან საშინელი თავდასხმები განიცადა სიძვის დემონისაგან. 8 წლის განმავლობაში მუდმივი წნეხის ქვეშ და სულიერი ბრძოლების მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო 8 წლის შემდგომ მან საბოლოოდ შეძლო ნებებზე სრული გამარჯვება და სრულყოფილი სიწმინდის მოპოვება. One day, when he was ერთ დღეს alone მარტოდ and ყოფობის despairing დროს, in როცა the განიცდიდა presence ნებებისა of და the ბოროტის passions სულის and the მყოფობას, evil spirits, უცებ იგრძნო, he suddenly თუ როგორ felt გაიღო the მის door უკან behind კარი. him had opened. იგი არ შეტრიალებულა, რომ დაენახა ვინ იყო მის მიღმა, არამედ განაგრძო იესოს ლოცვა. მან მძაფრად იგრძნო საშიშროების მოახლოება, შემოტრიალდა და სიძვის დემონი იხილა. იგი სისწრაფით მიეჭრა დასაჭერად და როცა ასე მოიქცა, ბუდესავით ჯაგრის მქონე თვალწინ გაუჩინარდა. It disappeared. როდესაც ადამიანები დღეს იგებენ სიტყვა აპათია, გულგრილობა, ისინი ფიქრობენ, რომ ეს გულისხმობს უგრძნობლობას, მაგრამ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისა და პატრისტიკული სწავლების მიხედვით, აპათია სინამდვილეში ნიშნავს ნებებისაგან განთავისუფლებას. სხვაგვარად რო ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც არიან აპათიურნი, ინდიფერენტულნი, მათ არ აქვთ ნება, ცუდი სურვილები, ეგოიზმი, ახირება, დიდების მოყვარეობა, ვერცხლის მოყვარეობა, თუ სიამოვნების სიყვარული. აპათია არ არის მხოლოდ ხორციელი ნებებისაგან თავისუფლება, არამედ ყოველგვარი ნებების განთავისუფლებას გულისხმობს. გარდა უდიდესისა, სიყვარულის ნებისა, რომელიც წმინდანების აპათიაზე საუბრობენ, ისინი ყოველგვარი ნებებისაგან დაცარიელებაზე და მხოლოდ ქრისტეს სიყვარულის ვნებით გავსებაზე He was მიუთითებენ. freed of all carnal inclinations. ამ ინციდენტიდან He 8 received წლის the შემდეგ prize ყველა of ომი შეწყდა unblemished და purity. მშვიდობამ Then დაისადგურა with მის სულში. inexpressible იგი joy, ყოველი he ხორციელი sang the ode of the მიდრეკილებისაგან prophet განთავისუფლდა. Moses. მას მიემადლა უზაკველი სიწმინდე, რის შემდგომადაც გამოუთქმელი სიხარული ამღერდა მოსვეთ წინასწარმეტყველის საგალობელით. გულისმიერი ლოცვა არ არის იოგა, რომელიც ფსიქოსომატური ბალანსის მოსაპოვებლად გარკვეული ტექნიკური მეთოდებით იხვეწება, არამედ ეს არის მხურვალე ძიების პროცესი ღვთისწყალობის მისაღებად. ამიტომაც არის იგი ცრემლზე, გლოვაზე, სინანულზე, ლოცვაზე, ღვთისმოწყალებაზე და ბოლოს ყველაფერთან ერთად ღვთის მატლზე დაფუძნებული. ამიტომაც ამბობდა გერონდა იოსები, რასაც არ უნდა მოქმედებდე, რასაც არ უნდა ამბობდე, თუ ღმერთმა არ მოიღო წყალობა შენზე, ვერაფრის კეთებას ვერ შეძლებ. მადლი არაა შენზე დამოკიდებული, ამიტომაც ქვია მას მადლი, რომ იგი ქრისტესგან საჩუქრად გვეძლევა. It was about 1934. 1935 წელი იქნებოდა, მონასტრული ცხოვრებიდან 14 წლის შემდეგ, 38 წლის ასაკში გერონდა იოსებმა შეიძინა ასკეტური ცხოვრების გამოცდილება და სული წმინდის მადლი. მოდიოდნენ მასთან ადამიანები, რათა დამოწაფებოდნენ მას. ზოგიერთ მათგანს უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული, ზოგს კი არა. მათ ვერ შეძლეს მისი ცხოვრების მიბაძვა და აიძულებდნენ წესების შეცვლას, თუმცა მას არ შეეძლო ლოცვისა და ღვაწლის მკაცრი ტიპიკონის მიტოვება. მან შეიგრძნო მადლისა და თავად ღმერთის ყოფობის არსებობა.
They left for the ისინი summit of გაემგზავრნენ Olympus, ათონის exiled. მწვერვალზე რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად. როდესაც ფერიცვალების ტაძარში ხატების მოსალოდნელად შევიდნენ, მთელი სამლოცველო მოცული იყო 3 წითელი When they ვაშლის entered the სურნელით, chapel of the რომელიც Transfiguration, ღვთისმშობლის the ხატის წინ იყო venerated განთავსებული. icons, the whole of the chapel ეს was ისეთი fragrant სეზონი with the იყო, smell of რომ fragrant არავის შეეძლო items მათი აქ in მოტანა. front of the icon ეს of იყო the ღვთის Lord. სიყვარულის This was ნაყოფი, at a season რომელმაც when it would მათ have been ნუგეში impossible მისცა for anybody არსებულ to have left ბრძოლაში. them. They had been preceded by the love of God, which brought them solace in their struggles. They returned to St. ისინი Basil's, დაბრუნდნენ წმინდა ბასილის but the კითში, problem remained. მაგრამ კვლავ სირთულეებით. While he was praying როცა with იგი ლოცულობდა tears and ცრემლებითა და ტკივილით, Christ ქრისტე appeared, ეჩვენა, ჯვარცმული, nailed upon the რომელიც cross სინათლის შუქით იყო in the გარშემორტყმული. midst of light. He turned his head მან toward მამა Joseph იოსებს and ხელებზე said, მიუთითა. ნახე, "Look at me. რამდენი ვიტანჯე შენი How much სიყვარულისთვის. I suffered for your love. შენ რამდენი იტანჯე What have ჩემთვის. you suffered?" But not everyone who მაგრამ encountered ვინც his მის teaching სწავლებას found it ისმენდა, impossible to ყველამ follow ვერ along შეძლო with ის his იხაზმის ამ გზაზე ბოლომდე გაყოლვა. მათ შორის ვინც მასთან Among those დარჩა who იყო did მამა was ეფრემ Papa კატუნაკელი, Ephraim of Katunaki. რომელიც After 1935 წლიდან მამა 1935, იოსებმა the skit of Saint წმინდა Basil ბასილი დიდის was კითში initiated by თავებრივი Elder მადლის Joseph into the საიდუმლოებაში mysteries შეიყვანა. of divine grace. წმინდა ბასილი დიდის კითში დაახლოებით ალბათ 4-ჯერ ავდიოდი. სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას. ჩვენ ერთად 40 წლის განმავლობაში ვიყავით. ერთად არასდროს გვიცხოვრია. ის კატუნაკებში ცხოვრობდა, მაგრამ დიდი ერთობა გქონდა. ჩვენ შორის დიდი სიყვარული იყო. ის წმინდა მთაზე 15 ან 18 წლის მანძილზე ცხოვრობდა, როცა მიემადლა წინასწარ-ჭვრეტისა და წინასწარ-ცოდნის მადლი. თანასი იყო მესტუმრე, უთხარი, გერონდას ნოხამინდა. კარგი, იგი წავიდა გერონდას ოთახში და გადასცა. მგდელია აქ მოსული და თქვენი ნახვა სურს. შემოიყვანე, შემოიყვანე. შევედი და ჩამოვჯექი. მან მითხრა, რა ხდება? მე ვუპასუხე, ნებამომეცით გონება მოვიკრიბო ცოტა და გეტყვით. დავჯექი და გერონდა, როცა ლოცულობდა მოშორებით 10 მეტრის დისტანციით დავინახე. ისინი მოდიოდნენ, 3 ადამიანი, 3 კაცი მოდიოდა, როცა მოახლოდნენ, ვერ შევძელი გადაადგილება. ისინი ჩემს პირისპირ დადგნენ და მკლავები გავუშალე და ვეამბობენ შუაში მყოფს, ქრისტეს. გერონდა იყო აღტაცებული, ახლა გაიგებ რას ნიშნავს ქრისტეს მადლი. ახლა ის შენიხილავ შრომის ნაყოფს. ამის შემდგომ მამა არსენი გაიქეცი, მე ვიხსენებ ამას და მე ნუ გეშება. მან ეს გერონდასაგან მიიღო. თავად ამბობს ამას. ეს მადლი მას მოძვრისაგან მიეცა. მამა ეფრემ კატუნაკელმა ნამდვილად მიბაძა გერონდა იოსების იხაც და შემიძლია ვთქვა, რომ ის ერთ-ერთი იყო, რომელმაც ჩვენი ბაბუის წესით ცხოვრება დაიწყო. ის კატუნაკებში ისიხასტური წესით ცხოვრობდა. გერონდა იოსები მოვიდა და ჩემს მოძღვარს მამა ნიკიფორეს კითხა, ეფრემი მორჩილია? დიდება უფალს. მის სულიერ სიმაღლეზე გაგონილი მქონდა, მინდოდა დავარნილიყავი და მის ფეხებთან თაყვანი მეცა, მაგრამ ვერ გავინძერი და ბოლოს რაღაც სულიერი გავიგე. შინაგანი და ევქარისტიული ცხოვრება ყოველთვის ერთიანდება და ერთად მოედინება. ასე რომ მან იცოდა გერონდა ნიკიფორე მამა ეფრემის ფორმალური მოძღვარი რომ იყო და მამა ეფრემი რასაკვირველია ჭეშმარიტად გერონდა იოსების მოწაფე იყო, მიუხედავად იმის, რომ მას ტექნიკურად სხვა მოძღვარი ჰყავდა. მისი სახელი როგორც დიდი ასკეტის სწრაფად გავრცელდა. ამგვარად მრავალი ბერი მიდიოდა მასთან რჩევისთვის, რომელთაც საზრუნავებისაგან დაკარგული ჰქონდათ სიმშვიდე და თავისუფლება. ეს იყო მიზეზი იმის, თუ რატომ გადაწყვიტა მეორედ ადგილის შეცვლა. ისინი ჩავიდნენ პატარა გამოქვაბულში, ანას კიტებად წოდებულ ადგილას, სადაც თითქმის შეუძლებელი იქნებოდა სხვა ვინმეს მოთავსება. იანვრის თვეში
მათ მოყრიბეს თავიანთი მცირე ნივთები, წიგნები და გადასახლდნენ ორ გამოქვაბულში. გერონდა იოსებს უკვე თითქმის 9 წელი ჰქონდა გატარებული ანასკიტში, როცა მასთან ახალგაზრდა ბერი მომავალი ვატოპედის წინამძღვარი გერონდა იოსები მივიდა, რომელიც 1947 წლის აგვისტოში შეუერთდა საძმოს. მალევე ახალი ნაკადი დაემატა მღვდელმონაზონი ეფრემი. შემდგომ 1950 წელს მამა არსენის ძმისშვილი მამა ხარლამპი მოვიდა. მასთან მისულ ბერებს, როგორც ერთად, ისე ინდივიდუალურად, თავიანთ სამონასტრო ცხოვრებას ასწავლიდნენ. მახსოვს, ჩვენი მოძღვარი ერთხელ გვასწავლიდა, გეუბნებით და გპირდებით, რომ თუ მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში მონაზონი იესოს ლოცვას მტკიცედ გააგრძელებს და არ შეწყვეტს, ის მოიპოვებს გულის მიერ ლოცვის ნიჭს და მის საკუთრებად იქცევა. მამა ეფრემმა მხოლოდ 1 თვე მოანდომა. ის ჩვენი ძმა იყო, რომელიც გარდაიცვალა. თელეღამე მესმოდა გერონდა იოსები როგორ ტიროდა ლოცვის დროს. მერე წავედი ჩემს მოძღვართან ნიკიფორესთან და ვუთხარი, მოძღვარო, მთელი ღამე გერონდა ეფრემის მოთქმით ტირილი მესმოდა. მას შემდეგ მე ის უფრო კიდევ მეტად მივიღე. ჩვენი მამების ერთ-ერთი უდიდესი ნიჭი და ზოგადად რომ ვთქვათ, აღმატებული არის სულიერი მამობის ნიჭი, რომელიც ეძლევა მაღალი სულიერების მქონე ადამიანებს, როგორც ეს თავად ქრისტე მიმართა მოციქულ პეტრეს სიტყვებით და როცა უკან დაბრუნდები, განაძლიერე შენი ძმები. ეს სამოციქულო ნიჭია, რადგან წმინდა მოციქულები მეგობრები იყვნენ, როგორც წმინდა პავლე ამბობს, რამე თუ დაღათო ბევრი მზარდულ გვესხნეს ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამე თუ ქრისტე იესოს მიერ სახარებისა მისგან მეგშვენ თქვენ. გერონდა ჭეშმარიტად ასკეთი იყო. იგი შედიოდა სენაკში ზის ჩასვლისას და ზოგჯერ დილამდე არ ეჩნდებოდა. ერთ-ერთ გამოქვაბულში წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატარა სამლოცველოში კვირაში 3-ჯერ ან 4-ჯერ ატარებდნენ ლიტურგიას. ეს მსახურებები ისეთი მადლით სავსე იყო, მამა ეფრემი როცა იქ წირავდა, სამლოცველო კეთილსურნელებით ივსებოდა. ასევე ხანდახან ხდებოდა ისიც, რომ სიწმინდეების მოსალოცად ათონის სხვადასხვა მონასტრებს სტუმრობდნენ. იგი ღვთისმსახურებას და საღვთო ლიტურგიას მოუკლებელი ლოცვით ესწრებოდა. მისი უნიკალური ცხოვრების წესიდან გამომდინარე, გადაწყდა ერთხელ, რომ მღვიმედან უნდა გამოსულიყო. უნუგეშოდ დარჩენილი მხოლოდ ჩვენს დედოფალს ასოებდა. მან თავად უთხრა, რომ მისი იმედი ჰქონდა. ჩვენს ბაბუს არა მხოლოდ უყვარდა დედაღვთისმშობელი, არამედ ეთაყვანებოდა, ამიტომაც ყოველთვის ამბობდა, ჩემო ძვირფასო დედა, ჩემო ძვირფასო დედიკო. ის ყოველთვის მას მიმართავდა, მას ევედრებოდა. მას ისეთი სიყვარული ჰქონდა ჩვენი დედოფლის, რომ ხშირად დედაღვთისა თავად ანუგეშებდა მას. ერთხელ, როდესაც ის ბოროტის მიერ დაგებულ მძიმე განსაცდელში აღმოჩნდა, ღვთისმშობელი მივიდა, ეჩვენა მას და უთხრა, განა არ გითხარი, რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს? ამ დროს ყველაფერი დაალაგდა და საღვთო სიყვარული და სიმშვიდე დაუბრუნდა და მისი გული იმდენად განივრცო, რომ მზად იყო მთელი სამყარო დაეტია. ერთხელ ის ძალიან დაღლილი და სევდიანი ლოცულობდა სკვნილზე. მაგრამ დედოფლის მყოფობა იგრძნო და უცებ ღვთისმშობლის ხატიდან თვალის მომჭრელი ნათება გამობრწყინდა. ის ისეთი ლამაზი და ბრწყინვალე იყო, რომ მან ვერ შეძლო თვალის გასწორება.
იგი სრულიად გაოგნებული დარჩა და ღვთის უზომო სიყვარულით აღივსო. იცით, რამდენი ცინიზმისა და დაცინვის ატანამ მოუწია, მაგრამ ვერასდროს მოუძებნეს მიზეზი მის დადანაშაულებისთვის. იცით რა არის, არავის დაუშავო და შენ მაინც დაგიშავონ. არა იპარო და შენიდან მოიპარონ. შენ აკურთხო, მათ შეგაგინონ. შენ შეიბრალო, ისინი ანგიმხედრნენ. მათ რომ სხვა უკეთესის კეთება ვერ შეძლეს, გადაწყვიტეს მისი დასჯა, მისივე ასკეტური ღვაწლისა და ბრძოლების გამო. რატომ? ის საჭმელად არ წავიდოდა ზიარების მიღების შემდგომ და ამიტომ იპოვიდნენ მიზეზს, დაედანაშაულებინათ, რომ ის ხიბლში იყო. მოდიოდნენ და მთელი მისი ცხოვრება უმიზეზოდ ჯიდნენ იმის ძახილით, რომ ცდომილებაში იყო. ასეთ სიტყვებს ეუბნებოდნენ: შეხედეთ, გიჟია, ცდომილებაშია ჩავარლილი, მას არავითარი კავშირი არ აქვს ტრადიციებთან და გერონდას ეს ყველაფერი ესმოდა. იმის მიუხედავად ის გამუდმებით ლოცულობდა მათთვის. სიმართლის გამოსაკვლევად არაა ის სიტყვები, რასაც ისინი ამბობენ. გერონდა იოსები თავისი მოწაფეების მომავალს დედოფლის ბაღში ჭვრეტდა, როცა თავის განვლილ დროს უნაყოფო პერიოდად მიიჩნევდა. მან სიხარულით განაცხადა: ახლა, ამ უკანასკნელ დღეებში ღმერთმა მოგვიყვანა ეს ახალგაზრდა ბერები, რომელზედაც მთელი ათონი დაეყრდნობა. ვიღაც მოვიდა კოშკიდან, ურანოპოლისიდან, გერონდას ნაცნობი იყო. ჩვენ იქ ვიყავით ჩუმად ვისხედით, მე და ეფრემი ვიყავით. ხარლამპი ჯერ არ იყო მოსული. იმ კაცმა თქვა: გერონდა იოსებ, ეს ახალგაზრდა ბერები შენები არიან? დიახ, იანის, ჩემები არიან. მოძღვარს გაიღიმა და თქვა: ხედავ ამ ახალგაზრდა ბერებს, ისინი წმინდანთას გაავსებენ. მისი მოწაფეები მოგვიანებით გახდნენ გერონდა ეფრემი და ხარლამპი, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს საძმოს გაზრდასა და ჩამოყალიბებაში ათონის წმინდა მთაზე. პირველი მონასტერი იყო ფილოთეი, რომელიც გერონდა ეფრემის წინამძღოლობით აღდგა და მოეწყო. შემდეგ 1969 წელს გერონდა ხარლამპიმ დიონისეს მონასტერი მოაწყო და იგივე წელს მოხდა ვატოპედის საძმოს ჩამოყალიბებაც, რომელსაც ხელმძღვანელობდა იოსებ ვატოპედელი. ჩვენ აქ ჩვენი არჩევანით და მოთხოვნებით არ მოვსულობთ. სინამდვილეში ჩვენ აქ მოვედით ამ სიტყვების გაგებით: ასე სურს ღმერთს. ასე რომ ჩვენი პასუხისმგებლობა უდიდესი იყო, თუ კი არ დავემორჩილებოდით მის ცნებებს. მან თავად გააჩინა ძლიერი შვილები, რომელიც წმინდა ღვთისმსახურებას მისცა. მათ დააფუძნეს მონასტრები, ათასობით უამრავი ადამიანის აღსარებებს იღებდნენ, ღვთის ეკლესიის სულიერ ცხოვრებას ასწავლიდნენ, რომელიც დაფუძნებული და შთაგონებული იყო ღვთივკურთხეული გერონდა იოსების მიერ. 6 მონასტერი, 1 სკიტი და მრავალი კელია დაფუძნდა წმინდა მთაზე, 18 მონასტერი საბერძნეთში, 6 კვიპროსზე, 16 ამერიკაში, 2 კანადაში და 1 იტალიაში დაარსდა გერონდა იოსების სულიერი შვილების მიერ. ამ ქარიზმატულმა გერონდამ დაიწყო ბერმონაზვნების აღორძინება, რომელიც დღემდე გრძელდება. გერონდა იოსები ხედავდა, რომ მისი მოწაფეებისთვის რთული ხდებოდა. საძმო გაიზარდა და მამა ხარლამპიც უკვე ჩამოსული იყო. ეს ჩამოყალიბდა როგორც ჩვეულებრივი მონასტრული საძმო. 6 ადამიანი იყო, ახლა ვისაც სჭირდებოდა დახმარება. რა თქმა უნდა, ისინი ასკეტურად ცხოვრობდნენ, მაგრამ მაინც არსებობდა მინიმალური საჭიროებანი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ყოველ დღე მათ მოუწევდათ წმინდა ანას კითში,
ანას მცირე სკიტებში და წმინდა ანას პორტში ასვლა-ჩასვლა. It was September როცა გერონდა იოსებმა დაინახა, რომ ახალგაზრდა იოსებს სისხლთან ერთად დააწყებინა ხველა, გააანალიზა, რომ ეს უკვე მათი მაქსიმუმი იყო. ილოცვა და მადლით მიიღო ნიშანი, რომ ახალ ნიასკიტში გადასულიყვნენ. 1953 წლის სექტემბერში იყო, როცა თავიანთი მცირე ნივთებით შედარებით ქვედა მხარეს ჩავიდნენ, სადაც პირველად გერონდა თეოფილაქტოსთან უვერცხლოდ კუნალთა კელიესთან მივიდნენ, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. გერონდა იოსებს არ შეეძლო ასე მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე ცხოვრება. მჭიდროდ დასახლებულს სასაკვირველია იმ დროისთვის გულისხმობ. იმ სირთულეების დროს მათ კოშკის მიღმა აღმოაჩინეს პატარა ქოხები. ბუნებრივია ისინი არ იყო იმ მდგომარეობაში, როგორც დღევანდელი სახით გვაქვს. მათ წმინდა პავლეს მონასტერს თხოვეს, რომ დაეთმოთ, რაზეც თანხმობა მიიღეს. ამგვარად გერონდა დასახლდა იქ, სადაც სიმშვიდე ჰპოვა და რა თქმა უნდა გერონდა იოსების გარდაცვალების შემდეგ მათ შედარებით დიდი კელიები ააშენეს, რომელიც ხასიათიც დღემდეა შემორჩენილი. the old custom of the elder შენობების აღდგენა შესაფერის პირობებში რომ მოეყვანათ, განსაკუთრებით რთული საქმიანობა იყო. ძველი მამების ჩვეულება იყო, რომ არ ჰქონდათ არაფერი საკუთარი, რათა ზედმეტი პრობლემა არ გამოეწვიათ. თავდაპირველად მამა ხარლაპი დიდი გერონდას გვერდით ეცხოვრებდა, რომელიც მამა არსებთან ერთად წმინდა იოანე ნათლისმცემლის სენაკში მოღვაწეობდა. გერონდა იოსებ ვატოპედელი შედარებით ქვედა მხარეს, ზღვის მხარეს მდებარე ქოხში იყო. ხოლო მამა ეფრემი გერონდა თეოფილეკლისთან ერთად უვერცხლოთა სახელობის სკიტში დაახლოებით 2 წლის მანძილზე ცხოვრობდა. მოგვიანებით 1955 წლის შემდგომ დღევანდელ ხარების ტაძარში გადავიდა. იგი ჭეშმარიტად ის ადამიანი იყო, რომელმაც გამოსცადა საღვთო მადლი, ამიტომაც საუბრობდა თავად საღვთო ნიჭებზე და როდესაც ჩვენ ვკითხულობთ და ზოგჯერ გულში ცეცხლოვან სიმხურვალეს გვგრძნობთ, გვიჩნდება ღვთის მონატრების განცდა და ცრემლები. ეს იმიტომ ხდება, რომ აღნიშნული წიგნის ავტორი მადლით აღსავსე იყო. სწორედ ეს სიტყვები ისეთი გულიდან არის ამოსული, რომელიც გულიც ღმერთ შემოსილია. დამკანცველი განსაცდელების შედეგები სულ უფრო ცხადი ხდებოდა. მისი დაჟინებული თხოვნით, რომ არ შეემსუბუქებინა ცხოვრების წესი, ზედმეტმა გადაადგილებამ სულ უფრო მოაუძლურა. ორი სერიოზული დაავადება ერთი მეორის მოყოლებით სულ უფრო აჩქარებდა მისი მიწიერი ცხოვრების დასასრულს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მან წერილი მისწერა სულიერ შვილს. მე მოგწერე, რომ ჩემი სუნთქვის პრობლემა გულიდან იყო გამოწვეული, მაგრამ სინამდვილეში ეს ღმერთისაგან იყო, რადგან როცა ახალგაზრდა ვიყავი, ნებით ვიბრძონდი, ხოლო ახლა უნებურად უნდა ვიბრძოლოთ, რათა მეტი ჯილდო მოვიპოვოთ. მე არ მივდივარ, არსად მივდივარ, აქ უნდა მოვკვდე ჩემს მამებთან. 1959 წლის 14 აგვისტოს იგი თავად მოემზადა. ღვთისმშობლის მიძინების დღეს მარადისობაში გასამგზავრებლად. იგი წავიდა ზეციურ სასუფეველში, რათა მთელი მსოფლიოსთვის ილოცოს. ღვთისმშობლის მიძინების დღეს სკამზე მჯდომიარე, ყველას გამოგვემშვიდობა, დაგლოცა და წავიდა მარადისობაში.